სამუდ გვიყვარდა და ძალიან გვჯეროდა მათი, მაგრამ იყო რაღაც საკითხები, რაზედაც მათ მოვეთათბირებოდით, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის ასაკი. ეს არის თავისუფლება. შენ ამ დროს სხვანაირად თავისუფალი ხარ, რაც უნდა რაღაც ეს შენი დამოკიდებულება, შენ უნდა იყო ეს ბუნებრივად რომანტიკული ხარ, უფრო რაღაცა მეტად გინდა იყო თავისუფალი, მეტად გინდა შენ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და რაღაცა შეცვალოთ უნდა შენ ცხოვრებაში, ეს ბუნებრივია. თუმცა მე მინდა აი ისე რო არ გამოვიდეს. მე ვთქვი რომ ჩვენ თავის დროზე როცა ეს ყველაფერი იწყებოდა, ვიყავით 7. მერე ახალგაზრდობა გახდა მართლა მამოძრავებელი. მე მახსოვს პირველი 2000 ხელმოწერა როცა შევაგროვეთ ჩვენ აი ამ უნივერსიტეტის ჯგუფმა სამედიცინოში, მაშინ ΔგՊ-ში, პუშკინის ინსტიტუტი ერქვა, მაშინ ეს 2000 ხელმოწერა ეს იყო იმხელა რაოდენობა, რომ წარმოუდგენელი, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანი ტირილით მოდიოდა და ითხოვდა უკან ხელმოწერებს, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან მალე ეს გადაიქცა საყოველთაო ახალგაზრდულ და სტუდენტურ მოძრაობად. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს წნეხი როგორც ზოგადად ქვეყანაში დაინგრევა და შეუძლებელია რომ ეს არ დაინგრეს. ისე დაინგრევა იქაც, სადაც ყველაზე დიდი წყურვილი და მოთხოვნილება უნდა იყოს თავისუფლებას. ამას ვისაუბრებთ ახლა ზარი გვაქვს. გისმენთ? საღამოშიდობისა. მოგესალმებით. მე ვარ ერთ-ერთი ახალგაზრდა, 20 წლის და ის არის, რომ დავდივარ აბსოლუტურად ყველა მიტინგებზე დავდიოდი და ყველაფერი, უბრალოდ აი დღეს ახალგაზრდობა რო არ გამოდის, თქვათ აი მიტინგებზე და რაღაცა ეს არის ყველაფერი არის უკვე პესიმიზმის ბრალი, იმიტომ რომ რაც მე მაგალითად ჩემი თავი მახსოვს და რაც მე მახსოვს რომ აი თქვათ მე უყურებ ტელევიზორს და მე ოღონდ ეხლა არ მიხარ რომ დავიღალეო არა, დავიღალეს არ ვიძახი ერთი წამით. მე მახსოვს ტელევიზიით რაც ვუყურებ პოლიტიკას, სულ მახსოვდა ნინო ბურჯანაძე. დიახ. აი ეს თქვათ აი კანონების ნუსხა რაც თქვენ გქონდათ წეგან ამ კანონესაც კითხულობდით და რაღაც აი დაახლოებით 100 თუ არა 90% არის იმ დროს მიღებული, როდესაც ეს არა ეს არის არა უკაცრავად ეს არის 2009 წლის 12 ივნისს, აი ცოტა ხნის წინ 12 ივნისს მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა. კარგი, აი თქვა თუმცა იქაც ბევრია მიღებული. არა, თქვა უნდა. და მე კიდე მახსოვს რომ შარშან როდესაც მე ვთქვი აი 7 ნოემბერს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი თქვა მიტინგზე აი 30 ახალგაზრდა ვიყავით დაახლოებით როდესაც ჩვენ აი ცემდნენ მართლა აი რეზინის ტყვიებს გვიშენდნენ და რაღაცა აი ქალბატონი გამოდიოდა კანცელარის ეზოში აწყობდა მიტინგს აწყობდა თქვა აი იგივე ზონდერ ბრიგადების სამადლობელო მიტინგს და აი ეხლა დღეს როდესაც აი ეს ქალი არის კიდე ჩვენი ლიდერი ისევ ну, უკვე აი არ ვიცი რა, ну არ შეიძლება ამით რაღაც გამო შემდეგ რაღაც უნდობლო რაღაც ისე რო ვთქვა, აი ახალგაზრდობაზე და რაღაც. მაგრამ მე მინდა გითხრათ პასუხოთ ამაზე, თითი მადლობა რომ დარეკეთ ამაზე შეგვიძლია გიპასუხოთ ხოლმე ერთი ამ. ანუ ჩვენ საუბრობთ არა პოლიტიკურ მოძრაობაზე, ხამ შემთხვევაში არ პოლიტიკურ პარტიებზე, ვლაპარაკობთ პროტესტზე, ვლაპარაკობთ პროტესტზე, რომელიც ახალგაზრდას უნდა ქონდეს უსამართლობის მიმართ. აქ არ არის საუბარი, ხომ არ არის საუბარი თქვენ გაქვთ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი და რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი გახდეთ, ან გულშემატკივარი იყოთ ან არა. როდესაც შენ მიდიხარ მიტინგზე, ან როდესაც შენ უერთდები რომელიღაცა აქციას, ამ შემთხვევაში ამას ხომ არ აკეთებ იმისთვის, რომ რომელიღაცა ლიდერმა დაგინახოს, ან რომელიღაცა ლიდერის სიყვარულით. ამას აკეთებ იმიტომ, უბრალოდ სხვაგვარად არ შეგიძლია, უბრალოდ იმიტომ, რომ შენ წინააღმდეგი ხარ, არ მოგწონს ეს უსამართლობა. მე ასე მესმის ის, რომ როდესაც შენ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას, იცი რა, მე ძალიან კარგად მე ხარ რაღაც ვიხსენებდი 24 ბავშვებს დავიკითხე პირველ როცა შესაძლებელი გახდა წავიკითხე 24 წლის აჯანყების შესახებ მეთქი აი მე ციკ დავდგებოდა რუსი ოკუპანტი რო შემოვიდოდა აი აგვისტოში როდესაც შემოვიდნენ სულ კონტაქტს და მე ხარ გავაკეთო აი სახალხო დამცველის მოადგილე ვარ კონსტიტუციური ორგანოს მეორე პირი 34 წლის ვარ რა გავაკეთო ეხა აი რა როცა 16 წელს ვიყავი დავკარგეთ აფხაზეთიდან მე სულ ჩემ მშობლებთან მქონდა პრეტენზია აი რაღაც პრეტენზიები აი თქვენ უნდა გევარდათ მაშინ გასაგებია რუსეთი იყო მტერი და არის მტერი და ამიტომ დრის განდელოდა პროვოკაციას ხო და თქვენ ვერ აგვარიდეთ ამ პროვოკაციას როგორ ვერ განსაზღვრეთ გაითვალეთ ეს ყველაფერი და აი 8 აგვისტოს შემდეგაც მქონდა ეს განცდა რომ ერთად შემოაი რა გავაკეთე
გავაკეთო ხო ხვდები რომ აი რაღაცა საშინელება ხდება მაშინ ვისაც შემეძლო დაურეკე ყველა პარლამენტის წევრებს ვისაც იცნობდი ამიცნობდი ყველა SMS-ებს უგდანდი გამომიყენ მითხარით როგორ დაგეხმაროთ რა გავაკეთო მახსოვს მე უბრალოდ მაშინ ისეთი რთული ვითარება იყო რომ აი თავარი იყო მოგეძებნა თაკარგული გზოუკო თაკარგული იქ ყველაყვანილი გამოგეხსნა და ვინც გადარჩა იმათვის მოგეუგეს იყო მაშინ თავარი და მაშინ აი რაც შეგეძლო მაშინ მახსოვს აი სახელმწიფოს ოფისში ესე როგორ გითხათ თავწაკრულები ჯუსტებით რაღაცა თავს მიცი რომ წინსაფრებით ვაფასოებით ბრინჯს რაღაცა ანუ ეს ტიპურაცა შაქარს და ვიღაცა გაჭიროს პური და მე მახსოვს აი დაჭიტაგურია ამეხმარების ახალგაზრდა ბიჭები საერთაშორისო ვაკო რომელიც ცოტა ხნის წინ დაიჭირეს აი და ძალიან ძიმი ასე შემთხვევაში უთხრა რაღაც ან გამხნეულობა სოციალ შეხედა რომ სამართლობას კიდევ აგზელებინა ჩადიან მაგრამ აი რა უნდა არა ნამდვილად მხოლოდ იმიტომ რომ მას ზონდერბრიგადა დაესხა თავს და მან უბრალოდ დაიხსია თავი რომ რაღაცა მანქანას დაარტყა და ანუ უბრალოდ იძულებული გახდა თურმე სხვისი ნივთის დაზიანება ანუ საოცრებო როცა ვიღა ავტოავარიის შემთხვევაში შენ 2 ლარიან ჯარიმას გამოგიწევენ არა აქ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და მოკლედ მაგრამ ამას ყველაფერს იმიტომ ყვები რომ როდესაც ჩვენ აი ესეთი რა შემიძლია მე გავაკეთო ხო იმ შემთხვევაში მე არ ვფიქრობდი იმაზე მიხეილ სააკაშვილი როგორი არჩევნებით გახდა პრეზიდენტი ან რა მოხდა 21 მაისს ან ეს არჩევნები არ იყო 21 მაისს იყო ნამდვილად ვერ დავარქმევ მას არჩევნებს როდესაც მაშინ შენ ფიქრობ იმას რომ შენ იქ უნდა იდგე სადაც ახლა შენ ქვეყანას ჭირდება შენ ადამიანი იმ შემთხვევაში ჩემთვის ქვეყანა იყო ჩემი ქვეყნისთვის ან სადაც შემეძლო გამიკეთებინა ეს იყო ის ადამიანი რომელსაც შენი მოქალაქე რომელსაც შველას ჭირდებოდა გვერდითი დეკი და ეს დაჭიტაგურა და ეს ვაკო დამეხმარეთ მაშინ ეს ადამიანები უბრალოდ აი 9-ზე დავრეკეთ და ეს ბაღების მისამართად იყო და ესე შევიყვანეთ ბაღებში ახლა შეიძლება მომაკითხო ხალ და მითხრა რომ აი ქონება დააზიანე და შეიყვანე ვიღაცის სახელმწიფო შენობაში და კიდევ კარგი მე 2 დღის მერე გააკეთეს განცხადება რომ ყველა თავისუფალ შენობაში შეიძლება განთავსեն ესენი ანუ მაშინ იმას აკეთებდა ხვალ რაღაცა რომ დამიდგა რაღაც ხედავ რომ აქ საჭიროება ჩემი აქ ყოფნის და მიმაჩნია რომ სწორია აქ ყოფნა იმიტომ რომ ის რასაც ხედავ არის უსამართლობა და ძალიან მარტივად დასათვლელია რას ნიშნავს ეს ვიღაცა კუნთ მაგარი ბიჭი ერთთან რამდენიმეს ურტყამს ანუ აქ ხომ ძალიან მარტივია კითხვა არა მაგრამ რატომ უნდა ურტყამდეს 50 კაცი ერთს და ასე რა ეს ხომ თავისთავად ცხადია კითხვა ხო არა გაქვს ხო ანუ აი ამაზე ვაკეთებ ჩემი პროტესტი ამასთან დამოკიდებულებაში ამასთან მიმართებაში არის თუმცა შენ სხვა ადამიანებად არ აღიქვამ სულ ფიქრობდი რომ აი ეს არის ჩემი პასუხი ამ ახალგაზრდებს მიმართ რა თქმა უნდა ყველა უნდა შეაფასო ეს სწორედ მე შეიძლება ხომ მეკითხავი თქვენ ახლა კარგად ლაპარაკობთ მიხეილ სააკაშვილის კარგად ლაპარაკობ და მე მოდიხარ ხელისუფლებაში და ყველაფერი იცლება სწორედ ამიტომ მე როდესაც იქნება აუცილებლად იქნება საშუალება მის რომ იყოს ქვეყანაში ჩატარდეს კარგი არჩევნები ასე თქვია თქვენ შეგიძლია თქვენი არჩევანი გააკეთოთ ამ არჩევანის დროს რა თქმა უნდა გაითვალისწინებთ იმ პოლიტიკოსის წარსული გამოცდილება შესაძლებლობა ეს უკვე სხვა თემაა მაგრამ როდესაც საუბარია პროტესტზე უსამართლობის მიმართ აქ ხდერები არაფერ შუაში არიან ის რომ შენი ქვეყანა გიყვარს და ის რომ შენ გინდა ღირსეული იყო ღირსეული ცხოვრება გინდა უბრალოდ თამაში არაფერი ცუდი არ არის თავისუფალი ცხოვრება გინდა აქ არანაირი კავშირი ხო პირდაპირ კავშირი ინგლისთან არის თუმცა მესმის ისიც ძალიან კარგად მესმის და ისი დამოკიდებულებას როდესაც ესეთი ტიპის რაღაცა სამყაროს მესმის ამ შემთხვევაში როცა შენ მიდიხარ მიტინგზე ეს არ ნიშნავს რომ შენ იქ რომელიღაცა ლიდერისთვის მიდიხარ ამ შენ კონკრეტულ შემთხვევაში ამ გუმართულს პასუხობ ხო მის კონკრეტულ შემთხვევაში არის შემთხვევები რა თქმა უნდა არის ახალგაზრდები რომლებიც პოლიტიკურ პარტიის წევრები არიან ან ახალგაზრდული და აი სხვა შემთხვევაში მიდიან აი მე ჩემი ლიდერი ჯერა კი და აქცეს გააძრებული აქვს